მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს 25 მაისია. ჩვენ ტრადიციულად ხვდებით ჩვენს თეატრალურ ორშაბათს. ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა 26 მაისი. ჩვენ დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილი სწორედ იმ წარმოდგენებს ეხება, რომელიც საქართველოზე, პატრიოტიზმზე, ქვეყნის სიყვარულზე დადგმულა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში ალექსანდრე თაყაიშვილმა დადგა დანიელ ჭონქაძის სურამის ციხე. ეს სპექტაკლი საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლი გახლდათ მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიაში. სიმონ თვარაძის ინსცენირებით შექმნილმა წარმოდგენამ გაუძლო დროს და დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში სცენიდან არ ჩამოსულა. თუმცა მხოლოდ სურამის ციხე არ იყო ის წარმოდგენა, სადაც პატრიოტულ თემებზე საუბრებოდნენ მოზარდებს. იყო არაერთი ქართული ნაწარმოები, სადაც შეიძლება სიუჟეტურად არ ყოფილიყო სამშობლოზე საუბარი, მაგრამ ყველაფერი სამშობლოს სიყვარულზე, ჩვენს ადათზე და ჩვენს მენტალობაზე იყო. მაგალითად მოკვეთილი, მაგალითად სტუმარ მასპინძელი, თუ სხვა. შემდგომ რეპერტუარში შემოვიდა ბაშიაჩუკი. ეს იყო ომის წლები, 40-იანი წლები გასული საუკუნის, მსახიობმა და რეჟისორმა გიორგი დარისპანაშვილმა განახორციელა ეს დადგმა. შემდეგ ვალერიან კანდელაკის მაია წნეთელი დაიდგა არაერთ გზის, სხვათა შორის, როგორც რუსულ თეატრში, ისე ქართულ თეატრში. ერთ-ერთი უკანასკნელი დადგმა მაია წნეთელის განახორციელა დათო კობახიძემ გასული საუკუნის 70-იან წლებში, სადაც მაია წნეთელის როლს ნათელა მაჭავარიანი ასრულებდა. თანამედროვე პერიოდში ჩვენც შევეცადეთ, რომ არ ჩამოვრჩენილიყავით წინაპრებს და რეპერტუარში სულ მუდამ ყოფილიყო ისეთი წარმოდგენა, რომელიც სწორედ პატრიოტიზმის განცდას გააღვივებდა, პატრიოტიზმის გრძნობას გააღვივებდა მოზარდ მაყურებელში. მე არ მავიწყდება ბაშიაჩუკში, როდესაც იყო ჭიდაობის ეპიზოდი აბდულშაჰილსა და ბაშიაჩუკს შორის, რა ხდებოდა დარბაზში, როგორ მხარდაჭერას უცხადებდნენ პატარა მაყურებლები ბაშიაჩუკს. ეს სპექტაკლი ჩვენ 2015 წელს დავდგით და პირველად მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიაში შევეცადეთ, რომ ვიდეო ინსტალაციის სინთეზით მოგვეხდინა წარმოდგენის განხორციელება. ჩვენ თეატრის რეპერტუარში უკვე თითქმის 10 წელია გადის ილია ჭავჭავაძის გზავრის წერინები, სადაც ლელდღუნიას ცნობილი ფრაზა ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო გაისმის ჩვენ თეატრის სცენიდან. 2021 წელს კი ჩვენ დავდგით სპექტაკლი მეფე ერეკლეზე, ავი მუსაიფი. ეს არის ახალგაზრდა მწერლის ნოდარ მაჭარაშვილის საკმაოდ გახმაურებული რომანი და უკვე მეხუთე სეზონია ეს წარმოდგენა არის ჩვენ თეატრის რეპერტუარში და ხვალ 26 მაისს სწორედ ამ წარმოდგენით ვეგებებით ჩვენ მაყურებელს და ერთად ავღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში მე მოვიწვიე ახალგაზრდა მსახიობი ალექსანდრე კვეზერელი, ლექსო კვეზერელი. საქმე ის გახლავთ, რომ გვიახლოვდება 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ ვამზადებთ ახალ პრემიერას. ეს გახლავთ გიორგი ნახუცრიშვილის
გახმაურებული ზღაპარი ჭინჭრაკა. ლექსო კვეზერელი სწორედ ჭინჭრაკას როლს ასრულებს. ლექსო, შენ უკვე პრაქტიკულად სტუდენტობიდანვე ხარ თეატრის სრულუფლებიანი წევრი და არაერთ სპექტაკლში ითამაშე ამ წუთამდე და დღეს უკვე ემზადები იმისათვის, რომ აი ესეთ ძალიან ცნობილ პიესაში, როგორც არის ჭინჭრაკა და პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებულად უყვართ ატარებს, განასახიერო სწორედ ჭინჭრაკას როლი. აქვე რა თქმა უნდა, პასუხისგებლობა არის უზარმაზარი, უამრავი ჭინჭრაკა ყოლია ქართულ თეატრს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ბატონი კარლოს აკანდელიძე, მიხეილ თუმანიშვილის ლეგენდარულ სპექტაკლში, შეიძლება ასე ითქვას. დღეს ჩვენ ვემზადებით ახალი პრემიერისთვის და ხარ შენ ჭინჭრაკა. როგორი გამოწვევაა ეს შენთვის და რა არის სიახლე ჭინჭრაკას პერსონაჟისა, განსხვავებით იმ როლებისგან, რაც უკვე ითამაშე. რა თქმა უნდა არის დიდი გამოწვევა ეს და კარლოს აკანდელიძის და კიდე სხვა მრავალი მსახიობის მერე ძნელია რომ ილაპარაკო ასეთ როლზე და ასეთ პიესაზე, რა თქმა უნდა მათ ვერ შევედრები. მაგრამ ვთვლი რომ საინტერესო ამბავი უნდა გამოვიდეს აქედან და რა თქმა უნდა ჩემთვისაც დიდი პასუხისმგებლობის გარდა ეს არის ძალიან საინტერესო სამუშაო და თან ერთგვარად შეხვედრა ახალ რეჟისორთან, ახალგაზრდა თაობის რეჟისორთან, სპექტაკლს დგამს სოსო ბაკურაძე. და ეს კარგია ჩვენ სტუდენტობის დროსვე ვცდილობთ რომ ახალი რეჟისორები გავაცნოთ სტუდენტებს და რომ არ იყვნენ კომფორტის ზონაში მხოლოდ პედაგოგთან და თეატრი უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ სოსო არ არის პირველი ახალი რეჟისორი, ასე ვთქვათ, შემთხვევაში, მაგრამ კარგია, რომ ახალი გამოცდილება. კი ბატონო, რა თქმა უნდა და პირველივე კურსიდან შეიძლება ითქვას, ამ გამოცდილებას ვიღებთ, რაც ჩვენ ჯგუფს ყოველ შემთხვევაში, რასაც უყურებთ, ძალიან დაგვეხმარა და ვფიქრობ, ეს ახალი გამოწვევაც ძალიან დიდი გამოცდილება იქნება ჩემთვის პირადად. სოსო არის მოძრაობის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. რამდენად პლასტიურია, თუ შეიძლება ასე ითქვას, წარმოდგენა, გამომდინარე იქიდან, რომ რეჟისორი ძირითადად მუშაობს მოძრაობის თეატრისთვის დამახასიათებელ ჟანრში. ვერ ვიტყვი, რომ სპექტაკლი მთლიანად არის ამ ესთეტიკაში გაკეთებული, მაგრამ რა თქმა უნდა, სპექტაკლში დიდი ნაწილი უკავია სხეულის ენით გადმოცემას, მოქმედებების, მიზანსცენების და საკმაოდ საინტერესოა ამ მხრივ სპექტაკლი და ვფიქრობ მაყურებელსაც ეს ყველაფერი მოეწონება. შეუყვარდება შენ ჭინჭრაკას ბზია? თავისთავად. მე მგონი არ გაგიჭირდება მის თამაში. ძალიან მიხარია და ძალიან დიდი პასუხისგებლობაა კიდევ ის, რომ 1 ივნისი არის ბავშვთა დაცვის დღე და ამ დღეს ყოველთვის ბავშვები ელოდებიან რაღაც განსაკუთრებულად და ჩვენს თეატრში იქნება სწორედ ჭინჭრაკას პრემიერა. წარმატებები შენ. მადლობა. დღეისათვის სულ ეს იყო. გელოდებით ხვალ ავ მუსაიბზე ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.